ევროკავშირის ლიდერების განცხადებებით ძალიან ნათლად დადასტურდა ის, რომ ევროკავშირმა ძალიან კარგად გაიგო ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ამიტომაც ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ გახსენით მოლაპარაკებები და ხელს მოვაწერთ, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს, რადგან ის, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა ევროკავშირისთვის, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. ევროპელი ლიდერები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების დაწყებამდე ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ ქართველ ხალხს და ამბობდნენ, რომ აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მოусმინონ ქართველ ხალხს, რომლის ერთადერთი ოცნება არის ევროპული ოცნება და რომ ქართველი ხალხისთვის კვლავ რჩება ევროკავშირის კარი ღია. მათ შორის ევროპელმა ლიდერებმა ისაუბრეს უცხოურ გავლენებთან დაკავშირებით და მაგალითად ბელგიის პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ ის რაც საქართველოში ხდება დღეს არის უცხოური გავლენის შედეგი. ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა ასევე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, თუ რას ეტყოდა ის ქართულ ხალხს, რომელიც უკვე 21 დღეა ქუჩაშია გამოსული და ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელსაც საერთო პრინციპები, კანონის უზენაესობა და საერთო პრინციპების კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ერთგული. ამ განცხადებით შოლცმა დაფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მისამართით. რაც შეეხება უშუალოდ დანარჩენი ლიდერების განცხადებებს, ისინი ამბობენ, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება არ არის დემოკრატიის ნაწილი, არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც ისინი მოითხოვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შესაბამისად ევროკავშირში კვლავ გრძელდება მსჯელობა ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის არის საუბარი სანქციებსაც. Wissen, dass die Bevölkerung Georgiens sehr ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ერთგულია. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სიაქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება. აი რა არის მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და მხარდაჭერა პროევროპელი ხალხისა. არ უნდა შევქმნათ სურათი, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობები. ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ გავლენებს, რომელიც საქართველოში ხდება. გავიმეორებ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა პროევროპულ ძალებთან საქართველოში. მნიშვნელოვანია მათ ვაჩვენოთ, რომ ზურგს არ ვაქცევთ და რომ ისევ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ის, რაც ახლა ხდება, დიდი ოდენობით უცხოური გავლენის შედეგია. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პროცესებით. აქ არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გქონდეს. ჩვენ ვამხნევებთ მათ, ვისაც სურს რომ ჰქონდეს პროევროპული გზა საქართველოსთვის და პირველ რიგში ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ჩვენი რწმენით ევროპის კონტინენტზე ყველგან უნდა გავრცელდეს. ასე რომ ყურადღებით ვაკვირდებით და მოუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ პატივისცენ ფუნდამენტურ უფლებებს. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველოზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტანტების წინააღმდეგ და არ მოახდინოს ზეწოლა ოპოზიციაზე, რათა გავგზავნოთ მათ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხზე მომავალშიც უნდა ვიმუშაოთ. Agreement on the sanctions part, but we need to work with that further. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე გაგრძელდება 2025 წელსაც. ეს განცხადება უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გააკეთა გუშინ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტში. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და თქვა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ძლიერი სიგნალის გაგზავნას საქართველოს ხელისუფლებისთვის. მათ არაერთხელ დაადასტურებს შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით და
ეს დაადასტურდა იმ რეზოლუციით, რომელიც უკვე დაამტკიცეს და რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ევროკავშირის კარი იქნება ღია ქართველი ხალხისთვის და ეს არასდროს შეიცვლება, რადგან ევროკავშირი უსმენს იმ ხალხს, რომლის მთავარი სურვილიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. Well, you can expect strong wording from the European Parliament. თქვენ უნდა ელოდოთ ძლიერ სიტყვიერ სიგნალს ევროპარლამენტისგან. თქვენ ნახეთ რეზოლუცია, რომელიც დავამტკიცეთ არჩევნების შესახებ იმ წუხილებზე, რომელიც გვქონდა შედეგებთან დაკავშირებით. გვინდა რომ საქართველოს არ მიატოვოს ევროპული გზა. უკვე წლები ევროპულ საბჭოში დავდივარ და ერთი საკითხია, რომელიც საბჭოში მუდმივად დომინირებს, რომ ჩვენ დავდეთ პირობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ევროპას უყურებენ როგორც მათ სახლს, რომ კარს არ დავხურავდით. მათ შორის შედის ქართველი ხალხი, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით ხელში. ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია და ეს პოზიცია გაგრძელდება 2025 წელსაც. That will be the position for us going into ევროკავშირის ლიდერების ნაწილის მთავარი პოზიციაა, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა და მათ შორის გამოიყენოს სანქციების ბერკეტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ამ საკითხს ლატვიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის სახელმწიფოს პირველი პირები აყენებენ დახურულ კარს მიღმა და ისინი ფიქრობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით უნდა გაიზიაროს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც და უნდა წესდეს ეროვნული სანქციები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში ევროპული საბჭოს უცნობია, თუმცა პირველი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უკვე მიღებულია და ასევე ევროკავშირის ლიდერებმა დადეს პირობაც, რომ ისინი გააგრძელებენ სამომავლოდ სანქციებზე მუშაობას.